გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. დავიწყოთ არა? აი, როგორი დრო არის? იწყება ეგრეთ წოდებული, ასე თქვათ, დედამიწა იღვიძებს და რაღაც მისტიკური პერიოდია რა. რაღაცნაირი ფერები, ზეამოდის, 1000 ფიქრები მოგდის და ასე შემდეგ. და ეს დრო რატო ავირჩიეთ იცი მე? რატო ავირჩიე მეგობრებო, რომ აი რაღაც თითქოს მისტიკაა, ხო? მისტიკა რა არის, რომ ბოლომდე ვერ წვდები მოვლენებს, რაც ხდება, რაღაცა სიამოვნებს, რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, მაგრამ პროცესი მაინც ხდება. ანუ მისტიკური პროცესი ხდება. ჩვენი არხიდან გამომდინარე ხშირად ხომეუნებიან ხოლმე რომ მოდი რა შენი საქმე მიხედე მე გულისხმობ ფილოსოფიას ლიტერატურას რაღაცაზე ხო საუბრობთ ხოლმე მაგრამ მე მაგ ამაზე პასუხი იმიტომ რომ აი ლიტერატურაზე რატო საუბრობთ ეხლა საერთოდ ადამიანი ინფორმაციის ვამპირია ხო ასე რომ რომელიც რაღაც ინფორმაციას იღებს ნუ განათლებას ვეძახი ჩვენ ასე ხო ცნობიერებაში ჩაწვდება დაფიქრდება რა ხდება გარშემო როგორ ხდება ფაქტობრივად ესეც არის და ამას რომ გათვითცნობიერდება და მიიღებს იმას რაც არის და ნუ თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს ძლიერია ხო? ნუ აი ესე მარტივად ლაპარაკობ. ნუ თავისთავად ეხლა ჩვენ ამაზე ბევრჯერ ლაპარაკობ და ლიტერატურაც არის ერთ-ერთი ასეთი სფერო. ეხლა რო ამბობ ხოლმე შენი საქმე არის ეს ლიტერატურა უნდა გაარჩიოს სპეციალისტმა ლიტერატურმა კაბინეტში უნდა იჯდეს და ასე შემდეგ მე ამაში ალბათ თქვენ დამეთანხმებით არ ვიქნებით მართლები იმიტომ რომ ლიტერატურა ყველასთვის არის ზოგადად იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს ანალიზებს და ლიტერატურა თუ მარტო იმათთვის უნდა რომ ვინც გარჩევა იცის და კრიტიკა იცის და კარგად ილაპარაკებს და რაღაც ლექციებს ჩაატარებს, მაგათთვის თუ არის ლიტერატურა, ეს არ ამგონია იყოს სწორი. სწორია, რომ ლიტერატურა არის ყველასთვის და საზოგადოება როგორ მიიღებს და რანაირად მიიღებს, ეს უკვე სხვა სფეროა, მაგრამ საზოგადოება რომ უნდა იყოს გათვითცნობიერებული ლიტერატურაში და იქ მოყვანილი მაგალითები და ცხოვრებისეული ამბები რომ უნდა გამოიყენოს საკეთილდღეო და ყველაფერთვის კარგისთვის ეს არის ფაქტი. ნუ ბოდიშით ეხლა ზოგჯერ მე იქიდან გამომდინარე მანქანაზე დავდივარ და აი ეს ორმოები და ხან ბაგაბუქში დავდივარ, ხაროთ ეს ფონეტიკური და სინტაქსური შეცდომები მომდის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გვითქვია ხო მეგობრებო და თქვენ მით უმეტეს გამიგებთ ამას და ნუ თავარია ჩვენ არსი გადმოვცეთ არსი და იმ არსიდან მივიღოთ სასარგებლო და კარგი და განვიხილო მეგობრებო ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური მწერალი, მე-20 საუკუნის მწერალი. ძალიან ბევრი კითხვები ამ წელის გარშემო. და საიდან მომივიდა ეხლა ეს აზრად ამ დღეებში უსმენდი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს რა. კიევში პირადად ბევრჯერ ვარ ნამყოფი რა. და იმ დროს რაღაცას ვკითხულობ რაღაც პოლიტიკური ისინი ხო უსმენდი და ესე იგი ბულგაკოვი, გოგოლი ეს რუსი მწერლები, რუს კლასიკოსებად ითვლებიან რუს მწერლებად, რომლებიც დაიბადნენ უკრაინაში. უკრაინელებმა ამოიღეს სასწავლო იქიდან, სწავლებიდან ამოიღეს რა და ზოგიერთი მუზეუმი დაკეტეს. მეთქი რა საკეთებია ესენი. წეგანას თქვი მე კიევში ნამყოფი ვარ და იქ ანდრეევსკის დაღმართზე იყო ბულგაკოვის მუზეუმი და თუ მე ეს დაუკეტიათ რა. იმიტომ რომ ბულგაკოვი ითვლება სატანის და პირველ რიგში უფრო იმას აწვევია რუს მწერლად და რუსი მწერლები და ლიტერატურები ჩვენ არ გვჭირდება. მე დღემდე მგონია რომ ეს მართალი არ არის, ეხლა რა ვიცი YouTube-ში ხან იმას დადებენ, ხან ამას დადებენ, მაგრამ ნამდვილად კარგი ეს რა მახსენდება, იცი? აი ჩვენთან რო წავიდა ეროვნული მოძრაობა და პუშკინის ძეგლი უნდა მოუსწროთ, გრიბოიდოვის საფლავი უნდა ამოვაგდოთ და ესეთი პროცესები რო იყო საქართველოში, აი მაგ სტილის პროცესებია უკრაინაში. ნუ მე ჩემი ანალიზიდან გამომდინარე ვიძახი ამას. მიდი ეს ყველაფერი ტყუილია, რაც მე გავიგე და ალბათ მგონილია. ნუ ერთ სიტყვით ბულგაკოვზე მინდა ვილაპარაკო მეგობრებო.
ჩვენ ძველებურად როგორც არის, ხო? ვიდეოს დასაწყისი ვიტყვი წინადადებას და ამ წინადადებით დავამთავრებ. ჩემი აზრი, ესე იგი ბულგაკოვი არის მწერალი, რომელმაც მოახერხა გაურებული, გასამაგებული ადამიანის ფიქრების გადმოტანა ფურცელზე და იმ პროცესების აღწერა, რასაც ქვია, რომ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ლოგიკა და ლოგიკის მიღმა დიდო ხდება ისეთი რაღაცეები, ჩვენ პროცესები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ზოგჯერ ვამბობთ, ეს არის შავი ბნელი ძალები, სატანის ძალები და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ წერალმა ამ წელის გარშემო ტრიალებს ეს 1000 გარჩევები ძირითადი მიმართულებას მაგას აწვევიან. ანუ მისტიკური მწერალია, გაურკვეველი, თავისი შავი, თეთრი, ბნელი, შავი ძალები და ასე შემდეგ. ცოტა ჩავხლართი არა, მაგრამ სანამ ჩავხლართავდი, ამ წინადადებითვე დავამთავრებ მე ვიდეოს, რასაც ვიტყვი და სანამ ამ წელას გავარჩეთ, მოდი როგორც ყოველთვის წერალი რომ დაიგო და იცოდე მისი ბიოგრაფია, საიდან მოდის, რა ბაგაჟი აქვს, რა განათლება აქვს და ასე შემდეგ. და დავამატებ როგორ მოვიდა, ნუ ყველა მწერალი თუ ყველა ავტორი, ყველა ადამიანის ცხოვრებაში თავისებურად მოდის და მინდა გავიხსენო ჩემი ამბავი. 70-იანი წლებია, სკოლის მოსწავლეა, 14-15 წლის ბიჭი ვარ და უშუალოდ საუბარი ჩამოვარდა ყველა ის რომელი მწერალი უყვასო და ერთი ბიჭი ჩემი კლასელი, არ ვიცი ახსოვს თუ არა, ეხლა არ დავკონკრეტები, შეიძლება არის სიამოვნო სახელი და გვარი და იმანა თქვა, რომ მე ყველაზე მეტად მიყვარს ბულგაკოვი, თავისი ოსტატი და მარგარიტათი. 14-15 წლის ბიჭია რა. და ეს პერიოდი იცი მეგობრებო, აი ბულგაკოვი აკრძალული მწერალი რო იყო და ფაქტობრივად 60-იან წლებში გამოქვეყნა მისი პირველი წიგნები. და მე ვთქვი რა, ოსტატი და მარგარიტა დამაინტერესა მე. ოც მაინტერესებდა ასეთ რაღაცები და გამოვიკითხე, ვიპოვე ეს რაღაც მაშინ ჩანაწერები იყო, წიგნი, სრული წიგნი არ იყო გამოსული და წავიკითხე. იქ რო მიდის ოსტატი და მარგარიტაში ქრისტეზე ლაპარაკი, სატანაზე, ეშმაკზე და იმაზე, მე აი რელიგიური თემით მივუტეკი რა. და რაღაც ბოლომდე ვერ გავიგე, იმიტომ რომ ხო იცი, აი წიგნს ვკითხულობ, გაინტერესებს ქრისტეს შესახებ, ნუ რაღაცა რელიგიურად უდგებოდი, ეს პროცესები მაინტერესებდა. რაღაც დამახინჯებული იყო, ხო ჩვენ ხო ვიცით, ნების კვირეული, ეს ეშმაკები, სატანა რაღაცები, მაშინ კიდო გათვითცნობიერებული არ ვიყავი კარგად და ნუ საბოლოო ჯამში ვერ გავიგე. გავიდა დრო და რაღაც 18-19 წლის ასაკში მე მოვხდი საქართველოს, ნუ ჩემი ისტორიის ბიოგრაფია ვინც იცის, საკანში და იქ ძალიან ბევრ წიგნებს კითხულობდი და ერთი ავტორიტეტი იყო. იჯდა ნადიკვარელი ნადიმა რა. ჩემ თაობის ხალხს ახსოვს ხურთაჭალელი ავტორიტეტი იყო და ამა ხო დაინახა რომ მე წიგნებს კითხულობ რაღაცა და დადებითად განეცქო ჩემს მიმართ და ეთქას მოვიდა გვერდზე და რას კითხულობო და მეთქი რაღაცა წიგნი მქონდა და მე ჩამოგვივარ და ლაპარაკი ლიტერატურაზე და რას მეუნება იცი? ოსტატი და მარგარიტა წაიკითხო, მაგაზე მაგარი წიგნი არაფერი არ არისო. მე შევხედე ნადიმას, და ყოიცი გარჩევები, გამორჩევები და რას მეუნება ოსტატი და მეთქი ნადიმ შენ ეს წაკითხული გაქვს მეთქი და კიო წაკითხული მათო და ჩემ და სამარცხინოთო ჩემ თავს ხედავ მან რომანშიო და ესე ხელი ჩაიქნია და რაღაც სინანულით დამტოვა და წავიდა და თავის ნარაზე დაჯდა. აი მე დავფიქრდი მეთქი რა ხდება მე მოკლედ გეტყვით, ნადიმაც საინტერესო პიროვნება იყო, კი იყო ავტორიტეტი და ქურდი, მაგრამ მისი წინაპრები იყვნენ საკმაოდ განათლებული ხალხი. პროფესორები საბჭოთა პერიოდში ეს 20-იანი 30-იანი წლების მასწავლებლები და ასეთი ადამიანები ყავდა, ძალიან საკმაოდ განათლებული ხალხი და ეს დაადგა კრიმინალურ ცხოვრებას. ნუ საერთოდ ბევრს არ ვილაპარაკე და აი რა მე ჩვენ მქონდა საუბარი, მე გამოვიდა ციხიდან, დაიცვალა მე რო კვდებოდა მაშინ მივედი და აი შვილები და შვილიშვილები ყავს დღემდე და
ჩვენ საუბრობდით, მაშინ გამახსენდა ეს უკვე მე 18 წლის რო ვიყავი, მე ეცი 10 წლის შემდეგ ის გარდაიცვალა, მე მასთან მივედი ავათი ხო და ნახევარი საათი ვეჯექი. ხილი ისინი მივიტანე კვდებოდა რა ადამიანი უკვე შაქარი და ის ქონდა და უცბად აი ეს ჩამოგვივარდა ლაპარაკი ამ ბულგაკოვზე და ამ ოსტატი და მარგარიტაზე და მეთქი ნადიმ გახსოვს მეთქი მაშინ რომ მითხარი ეს რას გულისხმობდი მეთქი რა რომ გაიხედა გამოიხედა თავისი შვილი დარბოდა და რატო ვერ ხდებიო ჩემი თელი ცხოვრება გაურებული გასამდებული ვიყავიო რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ჩემდეც ვერ გავიგებ ყოველთვის არის რაღაცა ძალა ეთყობა რომელიც მოქმედებსო და აი მე ბოლომდე ვერ ჩავწვიო კი ჩავწვიო მივხვდიო მაგრამ საბოლოო ჯამშიო რა იყო მე რომ ჩემ ცხოვრებას არ ვეკუთვნი და ჩემი ეს გამივი ცხოვრება რა არისო არაფერიც არ არისო და ვიღაცაზე ვიყავი დამოკიდებულიო აი ეს აი მაგი არის მანდაო რა და აი მე უკვე მივხვდი ყველაფერს მე ისევ ჩაუჭიქი ისევ წავიკითხე და რამდენჯერმე გადაკითხული და მეც გამოვიტანე დასკვნა რომ ცხოვრებაში რაც ხდება რა თქმა უნდა უფლის ნებათივი დაშვებით ხდება ყველაფერი მაგრამ კონკრეტულად რომ დავფიქრდეთ და გავანალიზოთ ყოველთვის არის რაღაცა ძალა რაღაცა მიზეზები რაღაცა რომელიც შენ და უნებურად შენ და კონტროლის გარეშე ხდება და ცუდა თუ კარგად ფაქტია რომ ხდება და ეს აღწერა მიხაილ ბულგაკოვმა აი დღესაც რო ვკითხულობ ახლა რომ აი რუსეთში მაგალითად რო ვიკითხო ყველაზე პოპულარულ წელად ითვლება ბულგაკოვი და თავისი ოსტატი და მარგარიტაზე და აი ყველა მაგას ხას უსვამს არ ვიცი ეს შავი ძალები საერთოდ ადამიანს ყოველთვის იზიდავს ეს რაღაც გამოუცნობი რაღაცები მაგრამ აი სტატისტიკურად ეს წერალი დღემდე ძალიან პოპულარულია ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ ჩვენი ამბები გავიხსენოთ მისი ბავშვობა დავამატებ არა მარტო რუსეთში არამედ მთელ მსოფლიოში და იმ დღესაც შემხდე აი ეს თითქოს ვიყავი ბიბლიოთეკაში ვიყავი ჩამოსული ნიუ-იორკში ვიყავ და იქაც ერთ ამერიკელი იყო და ბულგაკოვის წიგნი ქონდა აღებული და პატარა საუბარი ქონდა ერთმანეთში ну ამაზე მე მოვყვებ სიმბოლურად როგორც ეკლესია გამოჩნდა რა ხოდა სიმბოლოებიც ეს ხა ჩამოხდა სულ სიმბოლოებით არის ეს ნაწარმოები და მთელი ბულგაკოვის მე რომ ვკითხო მთელი შემოქმედება და დავიწყოთ მიხაილ ბულგაკოვი დაიბადა 1891 წელს კიევში საკმაოდ წარმატებულ ოჯახში აი ეს ანდრეევსკის დაღმართზე მე მან ნამყოფიერი მუზეუმში და იქაც რამდენიმე დრომა გატარებული საკმაოდ წარმატებული მამა ესე იგი მამა ყავდა კიევის სასულიერო სასწავლებლის პროფესორი იყო და ერთი მინდა დავამატო რომ მამის მხრიდან და დედის მხრიდანაც ბულგაკოვის ნათესავები სულ სასულიერო პირები იყვნენ მდლები ეპისკოპოსები წარმატებული სასულიერო პირები და მამაც საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო ოჯახში იზრდებოდა 7 და-ძმა დედა ძალიან მორწმუნე იყო და ერთ სიტყვით საკმაოდ მეგობრული და ძალიან ტკბილი ბავშვობა ჰქონდა გატარებული მიშას და სულ მთელი ცხოვრება აი მაგ დროს როგორ ვთქვათ იხსენებდა კეთილად და სულ სინანულით იხსენებდა რომ რა დრო იყო და როგორ დაიკარგა და საწავიდა ის ტკბილი და ჩვენიერი წლები რომელიც ასე 16-17 წლამდე გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე საკმაოდ აქტიური რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა მამა ყოველ დღე მთელ ბავშვებს ასწავლიდა ბიბლიას უკითხავდა და ძალიან ტკბილად ახსოვს იხსენებს ბულგაკოვი თავის ბავშვობას და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად იყო გარკვეული სასულიერო და თეოლოგიურ თემებში. 16 წლის იყო ბულგაკოვი, როდესაც მამა გარდაიცვალა და აი იქიდან იწყება უკვე ამ ოჯახის რღვევა. ისე მოხდა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა, რომელიც ითვლებოდა ასეთ მორწმუნე ადამიანად და
თითქოს სამაგალითო ადამიანი იყო 2-3 წლის შემდეგ დედა გათხოვდა და გათხოვდა ექიმზე და ის ექიმი არის ძაღლის გულში რო არის პრიობრეჟენსკი იმის პროტოტიპი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო მაგრამ ბულგაკოვი ვერ იტანდა როგორც მამინაცვას და მთელი ცხოვრება ვერ აპატია დედას რომ აი ესეთი ნაბიჯი გადადგა და ის მეორეჯერ გათხოვდა და მამას უღალატა და აი ეს ხაზი მოყვება და აი ზოგჯერ რო იძახიან ხოლმე რომ რატო დაშორდა მიუხედავად იმისა რომ ბულგაკოვი ასეთი მორწმუნე იყო და მორწმუნე საიმაში ის ოჯახში გაიზარდა მე მის გარკვეულ პერიოდში იშა დაშორდა რელიგიურ სწავლებას და ამბობენ რომ აი დედის ჯინაზე დედას ეჯინავებოდა მაგრამ ჯინაობა იმდენად არის რამდენადაც ეს თამაშად მიაჩნდა იმ სწავლებებისა და იმ ღირებულებისა რასაც ჩვენ ეკლესია და სწავლება გვასწავლის და დედამ რო არ შეასრულა ეს რაღაცა ზიზღი კი არა უფრო აი რაღაც პროტესტის ნიშნად დაუპირისპირდა ეკლესიაში თუმცა მის შემოქმედებაში და განსაკუთრებით ოსტატი და მარგარიტაში ეს რო არ ცოდნოდა ეს თელი თავისი ღირებულებები და თავისი ცნობიერებით საეკლესიო სწავლება მიხაილ ბულგაკოვი ამ წიგნს ვერ დაწერდა თუმცა ეს წიგნი დიდი ხანი იწერებოდა უკვე მაგრამ ფაქტობრივად მთელი ცხოვრება აი ესეთი პროტესტი ჰქონდა მერცა და ეშმაკ შორის რომ მიდის ეს მიმდინარე პროცესი ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ეს დღემდე რაც კაცობრიობა არ შობობს და მორწმუნე ადამიანები ძაღლფასა და დაცემულ ანგელოს შორის მიდი თავისებური ბრძოლა აი ესეთი ბრძოლა მიდიოდა მთელი ცხოვრება ბულგაკოვის ცნობიერებაში წლის ასაკში მიშამ ჩააბარა კიევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო ეს სამედიცინო განათლება და გამოიძახეს უკვე წავიდა არეულობა მსოფლიოში პირველი მსოფლიო ომი აი ეს პერიოდები 14-15 წლები და როგორც ექიმი გამოიძახეს თეთრ მაშინ უკვე ის ხო უყურეთ რა ხდება კიევში ხო ცხოვრობს და კიევის პერიოდი იმ პერიოდში ძალიან ისეთი საშინელი დრო იყო თვითონ შეიძახის რომ 14 რევოლუცია პერევაროთ როგორ ქართულად გადატრიალება იყო კიევში თუ ვიცით ახლა ჩვენ მაგისტორია პერიოდის ჯერ შემოვიდნენ პოლონელები, მერე შემოვიდა ნაციონალური პეტრიურები, მერე შემოვიდნენ თეთრები, მერე შემოვიდნენ წითლები, მერე შემოვიდნენ ანარქისტები და ნუ იყო რია და ამ მთელი ამ პოლიტიკური ცვლილებების და პროცესების მოწმე, თვითონ ცოცხალი მოწმე იყო ბულგაკოვი. Წარმოიდგინეთ რევოლუცია, გადატრიალებები, აი ხა ჩვენთან რო არის ხო პატარა გადატრიალება და ისე ამხელა რაღაცა, მაგრამ ეს იმ პერიოდში 14-დან 21 წლამდე ხო რა ხდებოდა რუსეთის იმპერიაში საშინელება და მიშად ბულგაკოვი პატარა ახალგაზრდა იყო და დაიბნა რა ხდებოდა ვერ გაიგო რა. აიღო რა ხდებოდა უნდა ჩამწვდარიყო პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი პოზიცია აიღო რომ ცოტა არსად არ უნდა ჩამწვდარიყო, იმიტომ რომ ვერ გაიგო პეტრიურის მხარე ხარ, ნაციონალი ხარ, უკრაინელი ხარ, რუსეთის იმპერიის მომხრე ხარ, თეთრგვარდიელი ხარ, პოლონელი ხარ, ევროპელი ხარ, ნუ აი პოლიტიკური აი ეს მრავალფეროვნება მიდიოდა აი დღესაც მასია, ხო აი კიევში იმდენი რაღაცა ხდება, ეხლა ვერ გაიგებ რუსეთის მიმართულება უნდა ევროპის LGBT, რა ვიცი, ნუ ფაქტობრივად პარალელურია, მაგრამ მაშინ უფრო სასწაული მოძრაობები იყო. თან მიშა საკმაოდ ესეთი ძნობიარი ახალგაზრდა იყო, ეს განათლება ხო ჰქონდა და თითქოს უნდა ჩამწვდარიყო ყველა ამ პროცესებში, რაც იქ ხდებოდა კიევში, მაგრამ თითქოს წვლებოდა, მაგრამ ვერ წვლებოდა. აი დღესაც ახლა აი ჩემი ბავშვები ზოგჯერ მეკითხები, აი რა ხდება საქართველოში, რა ხდება მსოფლიო იმაში და აი ხა მე ხო თითქოს გამოსტილი პიროვნება ვარ, ხო, რაღაცა ცხოვრება გავლილი მაქვს და აი ზოგჯერ მეც ვერ ხვდები რა ხდება, აი თუნდაც საქართველოში რა ხდება, მსოფლიოში რა ხდება. აი თითქოს ვიცი, მაგრამ ბოლომდე ვერ წვდები.
თითქოს რაღაცას ხსნი, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნი და ეხლა წამოდი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იწყებს და რაღაცნაირად უნდა მარტივად კითხვებზე პასუხი მიიღოს, ну არ ხდება. აი ახლა რო ვთქვი, რომ აი ზოგჯერ ჩემი ბავშვები მეკითხებიან და ზოგადად რაღაცებს და დღევანდელი პერიოდში მე ვერ ვცემ პასუხს და მეც ზოგჯერ აი არეული მაქვს ტვინი. აი ესეთი არეული ტვინი ქონდა ჩვენ მიხეილ ბულგაკოვს 14-იან და 15-იან წლებში კიევში და უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. ვინაიდან მიშას უკვე სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული, ის გამოიძახეს თეთრგვარდიელებმა ექიმად, სამხედრო ექიმად და წავიდა საბრძოლველად. მე თეთრგვარდიელები რაღაცა მოხდა იქ ჯარში დამარცხდა ის თეთრგვარდიელების ჯარი და მე განაწესეს გააგზავნეს ეს ჩვენი მიშა სმოლენსკის რაიონში მიგდებურ სოფელში ექიმად. ესე იგი ისეთი სოფელი იყო, რომ თვითონ მის ჩანაწერებში იყვება, რომ 100 კილომეტრის რადიუსში ერთი ექიმიც არ იყო და მთელი ეს სოფლები ასე ვთქვათ მოსახლეობა შეხურებდა ბულგაკოვს როგორც ექიმს და მე ყვება თავის ჩანაწერებში, აი ექიმის ჩანაწერები ძალიან მაგარი მოთხრობა აქვს დაწერილი ამ თემ პროცესზე და ძალიან საინტერესო ისინია როგორ ემუქრებოდნენ ეს გლეხები, ან ვთქვათ მე რაღაცა მშობიარობის დროს თუ არ მიიღებდა წესიერად და კარგად თუ არ მიიღებდა როგორც ექიმი ქალს ან თუ რაღაცა დაემართებოდა ის გლეხები როგორ ემუქრებოდნენ და ეს ყველაფერი აღწერილი აქვს და ძალიან საინტერესოა. აი მაგ პერიოდში ამ თელ ესე იგი ძალიან დაძაბულად მუშაობდა ის ზოგჯერ 7 საათზე რო მივიდოდა სამსახურით, ღამის 12 საათამდე იქ იყო რა. და ეს პერიოდები ძალიან კარგად აქვს აღწერილი და მაშინ დაწერა პირველი ასე ვთქვათ ოჩერკები, ნაწერები და შეამჩნიეს რომ კარგად წერდა და მაგ დროს მოიყვანა ცოლი, იგივე ეგთანი იყო თუ სამედიცინო განათლება ჰქონდა ტანია და ძალიან ერთგული ქალბატონი იყო ეს პირველი ცოლი. ერთ გვერდში დაუდგა მიხეილ ბულგაკოვს და აი ხშირად ქალბატონი ხა მე ჯამჯი გამირჩევია ისა წამიკითხავს გარჩევები რო არის ხოლმე და ძალიან ემდულიან ჩვენი ქალბატონები მიხეილ ბულგაკოვს, იმიტომ რომ როგორც მამაკაც, როგორც ერთგულ ადამიანს ჩვენი ქალბატონები ძალიან ცუდად აღიარებენ ბულგაკოვს, იმიტომ რომ საერთოდ ცხოვრებაში ბულგაკოვს ყავდა 3 ცოლი. ამას მე ჩვენ ლაპარაკში ვიტყვით როგორ ანაირად, მაგრამ მოდი ჯერ პირველ ცოლზე ვთქვათ. ესე იგი იმდენად ერთგული, აი ხო იცით იმ პერიოდში ძალიან გაჭირვება იყო. ეხლა ხო იცით სორგნულ ურთიერთობაში ადამიანები, ცოლი და მამაკაცი და ხალი ერთმანეთს გვერდზე უდგანან, ხო? და ფაქტურად იმითომაც გვყავს ჩვენი მეუღლეები და მეუღლეებს ქმრები და ცოლები იმიტომ გვყავს, რომ ჩვენ ერთმანეთში გვერდში უდგავართ, ხო? და ამით ფასდება ჩვენი ცხოვრებაც. ეხლა მეც მაგას ვიძახი, რომ ოჯახს რო ქმნის და უფლის წინაშე რომ პირობას დადებ, რომ შენ ერთგული იქნები და ყველაფერს გააკეთებ, რომ შენ ოჯახი შეინარჩუნო სილამაზით და ყველა ღირებულებებით, ეს არის მთელი ლამაზი ოჯახი მაგას ნიშნავს. როცა ამას არ ღვევ, ძალიან მტკივნეულია და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიხეილ ბულგაკოვი კარგი წერალი იყო და კარგად წერდა, აი მაგ საკითხში მეც ვეთანხმები ჩვენ ქალბატონებს და მოიქცა და არ შეშვენის როგორც მამაკაც და როგორც მე მამაკაცი მეც არ მომწონს მისი საქციელი თავის ცოლების მიმართ. ნუ კაი, ამას მე განვიხილავ. ხო და რას ვიძახდი? ტონია ერქვა ამ გოგოს და ის ყველანაირად გვერდში უდგა და აი გეტყვით რა ხდება, ყველანაირად რას გულისხმობ. ეხლა ვინაიდან ბულგაკოვი ექიმობდა და პრაქტიკას გადიოდა, რაღაცა ინფექცია შეეყარა და რაღაცა მაგალითი ქონდა, რაღაც ინფექციის რაღაცა ვაქცინას იკეთებდნენ იმ პერიოდში და ერთი მეგობარი ყავდა ბულგაკოვს, ექიმი, რომელმაც ვაქცინა არ გაიკეთა, რაღაც ავადმყოფობის გამო ვაქცინა არ გაიკეთება და ეს ექიმი მოკვდა. იგივე ავადმყოფობა შეეყარა ბულგაკოვს. შეშინებულმა მიიღო ვაქცინა, მაგრამ ისეთი ტკივილები დაიწყო, ალერგიის ფონზე სასწაული ტკივილები დაიწყო და
თავი ცოლს ისი ძეგთანი იყო, უთხრა რომ იქ ცოტა წამალი გამიკეთო მოშვილო და ეს ტკივილი შევინარჩუნო. ისა გადავიტანო და გავუკეთე და აი გაკეთების შემდეგ ეს ვითომ გადაჩინეთ 1 წელი ფაქტურად გახდა მორფინისტი, ანუ ნარკომანი გახდა, გაქანებული ნარკომანი, აი ვერაფერს ვეღარ უშვებოდა თავიდან. მაგას იმის იმედი ქონდა რომ ეს ექიმი იყო და გააკონტროლებდა ის მიღების დოზებს, მაგრამ სამწუხაროდ არა, მithumetes ექიმებს ყოველთვის ქონდათ იქ ეს მორფის საშუალება და ამას იყენებდა და გახდა საშინელი ნარკომანი, აი ექიმი და ნარკომანი, თუმცა კი აკეთებდა ეხლა უყურეთ მე ხდება ეს ცოლი რომ ისეთ ოპერაციებს აკეთებდა ჯერ ომში ხო ჭრიდა იმ როგორც წარმოიდგინეთ ეხლა ქირურგიულ ოპერაციებს რო აკეთებს ხან ხელი უნდა მოჭრა, ხან ფეხი უნდა მოჭრა, ხან სისხლი, ეს ყველაფერი საზღარის სანახავია და ამას მე დამეთანხმებ ალბათ ბევრი ექიმები ეს ძნელი გასატანია და სამწუხაროდ დღესაც არის ეხლა მე ვიცი ბევრი ექიმები რომლებიც ამ ემოციურ ფონს და ამ ტკივილებს ამ თავისი ნარკოტიკებით აგნუვებენ რა რომ კარგია თუ ცუდია ეხლა მე მაგაში არ შევა რა თქმა უნდა ცუდია მაგრამ ფაქტია რომ აი ეხლა ომშიც რო ვიყავი ზოგჯერ ტკივილები რო წამალი ნარკოტიკი მაგას გეხმარება და ფაქტია ზოგადად ხო მაგია რომ ნარკოტიკები გეხმარება შენი ტკივილების და შენი ემოციების დათქმაში და აი ბულგაკოვი მაგ პრინციპიდან გახდა გაქანებული ნარკომანი და გვერდზე ედგა თავისი ცოლი ტონია ყველანაირ წარმოიდგინე ეხლა ნარკომანს გაუძელი ეხლა ნარკომანი ხო თავი გაღიზიანებულია თავისი ამაზე ჩვენ მე კიდევ ვილაპარაკებთ აი ხვირი ხო ვისაც აქ ნარკომანი თქონია საქმე იცით ხო როცა რომკა მოდის და წამალი არა აქ ის რა დღეში ვარდება ის ადამიანი და რა დღეშია და რა დღეში აყენებს ცოლს ბავშვებს შეუძლებს და ასე შემდეგ ეს კაცი იღუპებოდა მაგრამ ცოლი ყველანაირად ხელს უწყობდა და აი რო გითხარით ეს მამინაცვალი ექიმი რო ყავდა იმანაც ხო გაიგო რა დღეში ჩავარდა ეს ბულგაკოვი და ტონიას უთხრა რომ იცი რა ქენიო შენ რო დოზებსო აწვიო თქვა ცოტა წყალი გაურიო რა რომ შეიძლება დაგვარა დოზებზე რო შეაჩვიო და დაიწყო გავიდა პერიოდი არ ვიცი ხლა ბულგაკოვმა იცოდა თუ არ იცოდა რაღაც წნარად იყო ღებულობდა და 2 საოცრად წელიწად დახევის შემდეგ ბულგაკოვმა დაანება თავი ნარკოტიკების მიღებას და ის უკვე გაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, მეგობრებო, აი ძალიან ძნელია ნარკოტიკებს დაანებო თავი. ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი გამონათქვამი, რომ ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, ხო არ მოვიდა ხოლმე ყოფილი კამკებეშნიკი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ბულგაკოვმა დაანება თავი, თუმცა ზოგჯერ ითვლებოდა ცუდი ხასიათის ადამიანად და აი მაგას ახსენებდნენ ხოლმე ზოგჯერ ჩხუბები რომ მოსდიოდა თეატრებში, სპექტაკლებში ადამიანებთან ურთიერთობა უჭერდა, აი ეს გაღიზიანება და ეს ხო იცით აი პატარა ბავშვებით რომ ღიზიანდებიან ადამიანები და ურთიერთობაში რომ ცუდად იქცევენ, აი მაგას აბრალებენ. არ ვიცი ხა მაგაში მე ასე წვრთნებში ვერ ჩავწდები, მაგრამ მე ვიძახი იმას, რასაც იხსენებენ ისინი, ვისთანაც ბულგაკოვს ჰქონდა ურთიერთობა. და პირველმა ცოლმა პირველს ვიძახი ახლა ტონია, ზოგადად მოვიწყდება ტონიამ, ხო? გადაარჩინა ეს ცოლი, ისა ცოლი მეთქი ხმარი. და ნუ უერთგუნესი და სასწაული ხო, ეხლა ამხელა დამსახურებაა გამ ქალბატონოს მის წინაშე. და გავიდა დრო და დაბრუნდნენ ესე ცოლქმანი დაბრუნდნენ კიევში. კიდევ უკვე იქაც რაღაც ომები მიდიოდა, პროცესები იყო და ისევ თეთრგვარდელებმა გამოიძახეს როგორც ექიმი ჯარში. მაგრამ რა მოხდა ასეთი სიტუაცია მოხდა, ესე იგი უკვე თეთრგვარდელები ვაგებდნენ ომს. მაშინ რაღაცნაირად ეს მიხაილ ბულგაკოვი გახდა ცუდად 40 გრადუსი თუ 41 გრადუსი იყო და ბოდავდა იმდენად ცუდად იყო და ამ პერიოდში უკვე ჯარი უნდა წასულიყო, უნდა დაეტოვებინა ადგილი. სხვათაშორის იქითკენ მორბოდნენ რა ქვია იმას საქართველოსკენ აქედან უნდა წამოსვლა აქეთ სამხრეთ ფრონტი ხო იყო დენიკინისოვის აი ეს პროცესები არის და ამ ტონიასაც უნდა წამოეყვანა თავისი ქმარი, მაგრამ უთხრეს სხვა ექიმებიც ხო იყო, ეხლა რა გინდა შენ ვერ გავიგე, გზაში გინდა მოგიგდეს ეს ადამიანი თუ ცოცხალი გინდა შეინარჩუნოო და ტონია დარჩა თავის ქმართან ერთად და არ წამოვიდა და ჯარი წავიდა. მე უკვე
ბულგაკოვი რომ გამოკეთდება და რომ გაიგებს რომ ჯარი წავიდა და ეს არ წაიყვანეს და მიაჩერდა ამ ცოლს და საყვედური უთხრა რომ რატო არ წამიყვანეო რატო არ თქონიათ რომ მოხდებოდიო და აი ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რასაც მე ბიოგრაფი ვიძახიან ამ ცოლთან დაშორების მიზეზი მაგრამ სხვა მიზეზებიც არის რომელსაც მე კიდევ იქით ვიტყვი აი ესეთი რაღაცნაირ გაურკვეველი სიტუაციის გამო ესე რა ქვია ბულგაკოვი დარჩა წითელი არმია ნუ თეთრები წავიდნენ წითელი არმია შემოვიდა და ნუ რახან ეს ექიმი იყო და რახან ეს აი ამ საქმით იყო დაკავებული ბოლშევიკებმა და წითლებმა არ მოკლეს და არ გაანადგურეს ნუ ამ პერიოდში ბულგაკოვი იყო 24-25 წლის ბიჭი კაცი ახალგაზრდა კაცი და არ იცოდა რა გაეკეთებინა სამსახურებო და დაიწყო წერა და ამ პერიოდში დაწერა აი ეს მოთხრობა მორფინისტი ძალიან მაგრა გამოვიდა ფაქტურად ის რაც აღწერა ეს პერიოდი რა დღეშიც იყო და აი მან გამოჩნდა მაგის ნიჭი იმიტომ რომ კარგად გამოსდიოდა აი ძალიან აი ვინც წაიკითხავს მის მოთხრობებს ან რომანებს აი მიხვდებით რომ თითქოს აი ადვილად წეს ისე კარგად აწეს აი ბუნებრივადაა ხო ხო არიან წელები მძიმე წერენ ისე წერდა ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა და ეს შეამჩნიეს და ადგილობრივ ჟურნალებში დაიწყო ფელეტონზე მუშაობა და ძალიან კარგად გამოსდიოდა და ესო შეამჩნიო ბულგაკოვმა თავის თავში მე იძახეს რა მოგონებებში ესო შემამჩნიო მე გადავწყვიტეო რომ დამინებებინა ექიმობისთვის თავი უკვე პრაქტიკაც ჰქონდა კიევში თავისი კაბინეტი ჰქონდა თავისი ისე უკვე კლიენტებიც ყავდა კლიენტები ავადმყოფები ჩოლიოდ მუშაობდა მაგრამ აი გადავწყვიტო რომ დაინებებინა ექიმობისთვის თავი და იყო პროფესიონალი წერა მან გადავწყვიტო რომ კიევში ამას ვერ მიაღწევდა და ოჯახთან ერთად, დანიასთან ერთად გადაწყვიტა წასულიყვნენ მოსკოვში. მაშინ გახსოვთ უკვე საბჭოთა სისტემა იყო შემოსული, ასე წამოსვლა არ იყო ადვილი, უნდა ჩაწერილი ყავი, ფინა უნდა ქონოდა. ერთ სიტყვით უნდა გეჩალიცა, ჩვენებურად რო ვთქვათ. და ერთი ასეთი საინტერესო მომენტია მის ცხოვრებაშიც, ეხლა ეს ხო ცხოვრობდა ბულგაკოვი ანდრეევის რა ქვია დაღმართზე და მის ბავშვობაში მის მოპირდაპირე მხარეს შენობაში ცხოვრობდნენ კრუპსკაია ეს ლენინის ცოლი და ლენინის და ანა ულიანოვა წერას რამხელა მიშრო აი სად გაიზრდება მწერალი აი საერთოდ მაგარი მწერლები ვინ არიან ვისაც აი ბევრი რაღაცაა გამოხდილი და იმ მომენტს რო დაიჭეს რაღაც ჩაუვარდება იმას რომ დააფიქსირებს და გამოიყენებს სტაბიჩილებები დიმები ძალიან მაგარი გამოდის და წარმოიდგინეთ ხა ლენინის ცოლი ლენინის და ცხოვრობდნენ ბულგაკოვის ამას ვიზახე 90-იან წლებში ხო როცა ბულგაკოვი პატარა იყო მის მოპირდაპირე მხარეს კიევში სამბავი გაიხსენა ბულგაკოვმა და შეაწუხა ეს ნადეჟდა კრუპსკაია გაურეკა და ой მაშინ უკვე რომელია კომუნისტები ხო მოსულები არიან მოსკოვში რომ ეწლები ეს 20-21 წლები კრუპსკაია საბჭოთა კავშირი ლენინის მეუღლეა და გავლენებია და წელი მისცე და დაურეკა და ой საოცრება დაუკმაყოფილეს ეს მოთხოვნა და ბულგაკოვს მისცეს ერთ-ერთ პაკლოვსკი ლუგა ასეთი ის არის ერთ-ერთ წელები შენობა მისცეს და ოთახი მისცეს და ოთახი საკითხი გადაჭრა ბულგაკოვმა მოსკოვში ასე იმ პერიოდში ჩასვლა გამოსვლა ასე ადვილი არ იყო და მან ეს მოახერხა საინტერესოა ამ კორპუსში მაშინდელი ცნობილი მანდელშტამი ახმატოვა და ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა ბულგაკოვს ამ დროს დაწერილი ჰქონდა რამდენიმე სპექტაკლი და ამ სპექტაკლებით მივიდა სამხატვრო თეატრში, მოსკოვის სამხატვრო და საოცრება მიიღეს. არ ვიცი ხა როგორ მიიღეს, რანაირად მიიღეს და ფაქტობრივად შემოსავლის წყარო გამოუჩნდა და უკვე აღარ ეშინოდა ბულგაკოვს შიმშილის და ასე შემდეგ. და დაიწყო მუშაობა ასეთი რომანია ყავს თეთრი გვარდიელები, ბელაე გვარდია.
ისიც ხომ მუშაობდა თეატრში და საღამოს უკვე ღამე წერდა ამ წიგნებს და ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ამ თეთრი გვარდიის. ეხლა წარმოგიდგენთ ეს თეთრ გვარდიელებთან მუშაობდა და ეს თეთრი გვარდია რო დაწერა, ერთ-ერთ ჩაუვარდა ერთ-ერთ რეჟისორს. რეჟისორმა ძალიან მოეწონა და დაფიქრდა რომ ეს სპექტაკლი უნდა გაეკეთებინა. მაგრამ რაღაცა ატორმუზებდა რომ ეთქვენ არ მიდიოდა ეს საქმე და ამაშობაში ამ ჩვენ ბულგაკოს გაუქმდა ურთიერთობა პირველ ცოლთან, ტონიასთან და პარალელურად დადიოდა ჯუბოვეხს ერთვა ემხას გვარი არ მახსოვს იმასთან და მე დროთა განმავლობაში გახდება მისი მეორე ცოლი. ეხლა რა მოხდა მეგობრებო, ესე იგი ამ ბულგაკოს ხო უნდა რომ ლიტერატურულ წრეში ცოტა წარმატება მიაღწია და ეს პირველი ცოლი ტონია უკვე აღარ აკმაყოფილებდა, ის უბრალო გოგო იყო, უბრალო იმეებით იყო როგორც ხალი, მეოჯახე, მოსიყვარულე და ამ დროს ეს ვისთანაც დადიოდა ეს ელენე იყო სვეტსკი ხალი რა, ასე რომ ვთქვათ, იყო ერთ-ერთი კაცის ცოლი, რომელთან ერთად ის პარიზში ცხოვრობდა, მერე კონსტანტინოპოლში და მასთან პირველ კაცთან ყავდა ორი შვილი. მაგრამ რატომღაც მერე ეს ხალი დაბრუნდა და ძალიან გამოსული ხალი იყო ამ ლიტერატურულ წრეებში და ბულგაკოვმა ეთქვა ეს დაიჭირა ეს მომენტი და ჭირდებოდა ეს ხალი. და ვიცი ხა შური-მური სიყვარული რაღაცა მოახერხეს და საზიზღარი რასაც ხალები ვერ პატიობენ და მეც აი ვერა რა ეს ჩემთვის არის ძალიან მაგარი გულგებელი. მიატოვა ეს პირველი ცოლი და ასეთი რაღაცა უთხრა მე ღმერთი დამჯიშო შენ შენაც მე გამეკეთო მაგისთვის მე დამჯიშო მაგრამ ვერ ავხსნო მე სხვა მოხდა და ეს საწყალი პირველი ცოლი წარმოიდგინე რა დღეში ჩავარდებოდა და მიატოვა სახიდან გაუშვა და შემოიყვანა ეს ელენელი, მაგრამ ლუგოვი ერთხა იმასთან ერთად მეორე ხალი და რომელიც გახდა მეორე მისი ცოლი. ბევრი კი ამბობენ რომ ეს ცოლი დაეხმარა მის გამოქვეყნებაში და ეს სპექტაკლებს უდგავდნენ, პელეტონებს უქვეყნებდნენ, მაგრამ კი შეიძლება ესეც არის მართალი, მაგრამ თვითონ ბულგაკოს აქვს ძალიან მაგარი წერის სტილი და წერა მაგრა შეეძლო, მართლა მაგარი ხალისის იყო და იმ პერიოდში გამოვიდა მისი სპექტაკლი ტურბინის დღეები. ისეთი ფურორი მოახდინა მოსკოვში და რუსეთში რომ ხალხი გიждდებოდა. ეს არის 20-იან 25-26 წლები, მაშინ კიდევ 20-იან წლებში შედარებით უფრო რბილი წყობა იყო საბჭოთა კავშირში. ჩვენ ამ წიგნს რო წაიკითხავთ თქვენ გვარდიელებს, თქვენ ნახავთ რომ ხა ხვაზე ხართ ახლა ჩვენ ისეთ დროში გავიზარდეთ რომ თეთრ გვარდიელები იყვნენ კაცი ჭამიები, ნელები და წითლები იყვნენ. ძალიან მაგარი ხალხი და მაგალთ ეს თეთრ გვარდიელები როგორც ადამიანები გამოიყვანა, მაგრამ ისეთი სიმკაცრე არ იყო და ხალხს ძალიან მოსწონდა ეს სპექტაკლი ტურბინის დღეები. და ამბობენ რომ სტალის ისე მოსწონებია ეს სპექტაკლი რომ 15 ჯერ არის დასწრებული ამ სპექტაკლში. ეხლა შეიძლება სპექტაკლი მოგეწონოს, ხო? ერთხელ წახვიდე, ორჯერ წახვიდე, 3-4ჯერ, 5-15ჯერ სპექტაკლი როგორ უნდა მოხდე, ხო? ესეც სალაპარაკო თემა, იმიტომ რომ იმდენად მოსუნდა და იმდენად კარგი იყო. და ეხლა ხო იცით წელები და ისინი მაშინ მაიაკოვსკი იყვნენ და გიჟი ესეთი გადარეული კომუნისტური წელები. გამოვლენას ეხლა ამეგე როგორ შეიძლება ეხლა თეთრ გვარდიელები აქო ან ამე ცუდი თქვა, მაგრამ ნუ მიდიოდა ეს ბრძოლა, მაგრამ სტალინთან მიდიოდა ეს ხმები, რომ ეს როგორ შეიძლება ასეთი სპექტაკლების დადგმა იქით-აქ და სტალინი რას პასუხობდა, იცით? თქვენო ჯერო ისეთი წერა ისწავლეთო, როგორც ბულგაკოვია და მერე მელაპარაკეთო და ეწინააღმდეგებოდა მათ. მაგრამ აი თქვენ თუ გაქვთ წაკითხული, აი წეღანას რო დავიწყე ლაპარაკი, რომ უკრაინელები არ უყვართ ბულგაკოვს აქვს დაწერილი რამდენიმე მოთხრობები კიევზე და კიევის დედაქალაქზე, იქ აკრიტიკებს უკრაინელებს რა. იქ მიდის აი რა დღესაც რო არის ახლა ბრძოლა, ჩვენ უკრაინელები ვართ, თქვენ რუსები ხართ, თქვენ ის აი ესეთი რაღაცები მაშინაც იყო. და აი ასე ისტორიულად ცნობილია, რომ ფაქტიურად უკრაინელები ჩამოვიდნენ მოსკოვში და
სტალინთან მივიდნენ და უთხრეს რომ როგორ შეიძლება ასეთი ნაწარმოებების გამოქვეყნება, სპექტაკლების დადგმა და აი მან უკვე სტალინმა ადრე ყოველთვის ამბობდა რომ მე სტალინი მიცავსო, ბულგაკოვი იძახდა, მაგრამ აქ უკვე სტალინმა მოიწვიან დაატორმოზა. ადრე თუ იშორებდა ამ რუსებს და თავის თანამდებობის პირებს, აი უკრაინელებს უკვე უარი ვეღარ უთქვა და აი ამ დროს იძახიან რომ სტალინმა უკვე ზურგი შეაქცია ბულგაკოვსო. და აი აქ ეწყება უკვე ბულგაკოვს მაგარი პრობლემები, უშევრად არის ეს გაურებული გაისა. ზოგადად საერთოდ ბულგაკოვს ვერ იტანდა საბჭოთა კავშირს. ამ წყობას რევოლუციას იმას არ იღებდა. მაგას რამდენჯერმე უნდა აქციული საბჭოთა კავშირიდან. თბილისიც არის ნამყოფი, თბილისიდან სტამბოლისკენ უნდა წასვლა და ვერ მოახერხა. ის რამდენჯერმე ჩავიდა და ვერ მოახერხა, თუმცა მისი ოჯახის წევრები წავიდნენ, იმიტომ მისი ძმები თეთრგვარდელებთან ერთად იბრძოდნენ. ერთ სიტყვით საბჭოთა კავშირს ვერ იტანდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და დარჩა საბჭოთა კავშირში და ამაშობაში ამ საბჭოთა კავშირშიც ამ წყობაშიც მიუხედავად იმისა, რომ თავის თავს თვლიდა ძალიან მაგრამ წერლად, მაგრამ ამდენი მტრები ყავდა და ამდენი ცუდის მისი მსურველები ფაქტობრივად უკვე დეპრესიაში ჩავარდა, ძალიან მაგრამ დეპრესიაში. და იმდენად დეპრესიაში ჩავარდა და ერთი პერიოდი უნდა რომ თავი მოეკრა და იარაღიც ჰქონდა მომზადებული. ეს ხდება რაღაც 1930 წელს და უბრალოდ რა ხდება? ადგა რა, მოდი გავსინჯაო რა და ხო ამასობაში პერიოდულად ერთი-ორჯერ კაკებეს ხალხი მის სახლში მოვიდნენ, გაჩხრიკეს, ზოგიერთი რაღაცები არ მოსწონდათ და ბულგაკოვს ჰქონდა ასეთი თვისება არ იტყუებოდა. რო ეკითხებოდნენ რა გინდა ამ საბჭოთა კავშირიდან რა არ მომწონს, ხო არ მომწონს და რაღაც არ მომწონსო და ой საოცრება რატომაც არ ხვიტავდნენ და ციხეში არ მიყავდათ, მაგრამ ციხეში არ მიყავდათ, მაგრამ მის სპექტაკლებს და მის წიგნებს არ ბეჭდოდნენ. და მოდიო ვცდიო და ცნობილი წერილია გაუგზავნა წერილი სტალინს და ასეთი წერილი გაუგზავნა რა ძალიან მთხოთო რა მომენტი ნებართვა რომ საბჭოთა კავშირი დავტოვო და წავიდეო და ვიცხოვრო და გვაკეთო ჩემი საქმეო და თუ არა და სამსახური მაინც დამაკმაყოფილებთო და ამ დროს ელოდება ახლა პასუხს ბულგაკოვი და სადღაც 1930 წლის 14 მარტია და მილი პოეტი რო იყო ის კომუნისტების ტრუბადური ასე რომ ეთქვა მაიაკოვსკი მოიკლა თავი და ერთი ამბავი იყო და ეს მაიაკოვსკიდან თუნდა ამას ურთიერთობა ბულგაკოვს ერთმანეთს კი ჭამდნენ, მაგრამ ასე თუ ისე უგებდნენ ერთმანეთს და დაიძაბა და ფიქრობდა აი ეს ასეთი გზა სწორია თუ არა ჩემი სწორი გზა და მაიაკოვსკის სიკვდილის შემდეგ 2 თუ 3 დღის შემდეგ სტალინმა დაურეკა პირადად ბულგაკოვს სახლში ტელეფონს. ეს ძალიან ცნობილი საუბარია ამაზე ამ ტელეფონის დააპაკაზე ბევრი გარჩევებია. ზოგი ამბობს რომ ეხლა სტალინს არ უნდოდა რომ ეხლა ბულგაკოვსაც მოეკრა თავი, ეხლა მაინც პრესტიჟის ამბავია ხო საბჭოთა კავშირში რატომ უნდა იქნავდნენ წერილები თავს. ეხლა მაიაკოვსკი მოიკლა თავი და სტალინმა ასე თქვა თავი დაიზღვია, პრევენცია გააკეთა და ასეთი საუბარი ჰქონდათ რომ მე ბულგაკოვი იხსენებს სწორედ ცოლები, თო ჩვენაც ყველა ინფორმაციები ცოლისგან ვიცით, რომ სტალინსო ძალიან მკაცრად არ დაველაპარაკეო და რა საუბარი ჰქონდათ რომ სტალინმა რომ დაურეკა იმას რა ქვია ბულგაკოვს მოიკითხა, აბა როგორ ახარო ისაო და ოროს ასეთი რაღაცა უთხრა რომ აუ ისე შეგაწუხეთო რომ აქლა გინდა დარჩენაო იქნებ რაღაცა საერთო და გამონახოთო და მე ბულგაკოვმა ეს ძალიან ცნობილი საუბარია ეხლა არ ვიცი რაც მე გამონილი მაქვს რუსი მწერალი ბულგაკოვმა უპასუხა მე საზღვარგარეთ მინდა წასვლა მაგრამ ისიც ვიციო რომ რუსი მწერალი რუსეთში უნდა ცხოვრობდეს ბულგაკოვ სამსახური მაინც ასე პიტაპირ უთხრა სამსახური იქნებ მიხერხოთ რაღაცა უნდა შეხო მუშაობდიო თო სტალინი მარიზო კიო მუშაობდი მაგრამ სპექტაკლებს არ მიდგამე და არაფერი და გამომიშვეს იქიდან შენ რო წადიო და ნახეო და იქნებ მიგიღო მოსკოვის ხატრულ თეატრში და ამით დამთავრდა ეს საუბარი და ხო მე ეუბნება რომ ცოტა ხანში მაინც შევხვდეთო და გავისაუბროთ ერთმანეთში და იქნებ ბევრი რაღაცა დავგეგმოთ რომ შევხვდეთ ერთმანეთს
და აი ამ იმედით შეხვდებოდა სტალინს, აი ეს მოლოდინით დამთავრდა მისი ცხოვრებაც. უკვე ფაქტობრივად 30 წელია, უკვე 10 წელიწადში უკვე ბულგაკოვის გარდაიცვალა. მეორე დღეს ბულგაკოვი მივიდა ის სამხატვრო თეატრში და მიიღეს და ისევ დაიწყეს მისი სპექტაკლების დადგმა. მაგრამ ეს გაგრძელდა 2-3 წელი. უკვე თავსოთ უკვე ის პერიოდი მოდიოდა საქართველოს კავშირში, όπου იძაბებოდა ეს ტრები, ეს კოლექტივიზაცია, ჟდანოვი, მე 37 წლები და კი რაღაცების შემოსავალი ჰქონდა, სპექტაკლებს უდგავდნენ, მაგრამ ბულგაკოვი ითვლებოდა მაინც ანტი-საბჭოთა წყობილების რუკორად. თუმცა მოკლედა იმით არ კრავდა. სტალინი ასე თუ ისე მფარველობდა. ისე არ მფარველობდა როგორც 20-იან წლებში, მაგრამ მარტივად ვთქვათ, არ კრავდნენ. და აი ეს იყო მისი ძალიან მიუღებელი დრო. ამასობაში უკვე დაშორდა მეორე ცოლსაც. მეორე ცოლს, რომელიც ასე ვთქვათ, სვეტსკი ქალბატონი იყო და ბევრი რაღაცა, აი მაგათად ეხლა ამ იმდენად ნიჭიერი კაცი იყო, მეორე ცოლი ხო საფრანგეთში ცხოვრობდა, სტამბოლში ცხოვრობდა და ეხლა ბულგაკოვი საერთოდ ყოფილა საზღვარგარეთ. მისი მონახულობიდან, მისი მოგონებებიდან, ისეთი მოთხრობებით, ისეთი რეალური გმირები და ისეთი რეალური სიუჟეტები შექმნა თავის მოებებში, აი თითქოს იქ იყო ნამყოფი, ნუ ნიჭიერი კაცი იყო. ხო და როგორ დაშორდნენ, უყურეთ, ერთი პერიოდი არის, რომ ეს ხალი რაღაც თავისებურად უხეშობდა და ერთხელ ტელეფონები დაურეკა ვიღაცამ თუ არა წერილი მიიღო თუ რაღაც ამ თავის ცოლის მოგონებელი და ამ ეს წერილი ჩაუვარდა რა ქვია იმას ბულგაკოვს და იქ ეწერა რომ ეს იუბა რო ჩამოვიდა იმაში მოსკოვში ვინა ხო არ ქონდა და საშუალებები არ ქონდა და იქ წერდა რომ იმიტომ გავთხოვდი რომ ვინა არ ქონდა და სადღაც უნდა წავსულიყო და ბულგაკოვი გამიჩიტა და ეს უკვე ეწყინა, თან ეწყინა იმას აკრია ბულგაკოვს და ეს იყო მიზეზი მისი დაშორების. საფუძველი ასეთ რაღაცას რომ გეტყვენ, იმიტომ კი არ მიყვებით ცოლს ადამიანს რომ მიყვარს და პატივსაცემ და ასე არა, იმიტომ რომ ვინა აქ და ასეთი რაღაცა. ყოფით ამბავზე დაშორდნენ და ამასობაში გამოჩნდა მესამე ქალბატონი. ეს უკვე იმ ქალბატონს ერქვა ელენე. და ეს ელენე არ ვიცი საღად გაიცნო, ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ ამას ყველაფერს, იყო საბჭოთა გენერლის ცოლი. მისგან ყავდა 2 ბავშვი. მგონი შემეშალა პირველ ცოლზე და პირველ ცოლთან არ ყავდა ბავშვები და ამ მეორე ცოლს, ისა მესამე ცოლს გენერლისგან ყავდა 2 ბიჭი. გამოიდგინეთ რა, და ისე შეუყვარდა ეს ბულგაკოვი, რომ ის გენერალს მიატოვა, ეხლა წარმოიდგინეთ გენერალი სამშობლო წყობაში, ნუ ჯარისკაცი რაღაც აიგუი და ამოვიდა იმასთან, რა ქვია. ბულგაკოვთან. მიატოვა ეს ქმარი და ეს გენერალი გაგიჟდა. და მე მიწერმოწერა რო ქონდათ ამ, რა ქვია, ბულგაკოვს და ამ გენერალს, რომ ჩემგან რა გიდა შენ ცოლს ელაპარაკებო და გენერალმა დაანება თავი და მაინც. რა შეუძლია ხალხს, რა შეუძლია ხალხს, ხო? თუ ხალხს არ უნდა, შენაც არ უნდა. გენერალი იყო და გენერალ სიუსი თუ რაღაც ანგელოზე ყველაფერს ვერ გააკეთა. ნუ ერთ სიტყვით ეს მესამე ცოლი აღმოჩნდა უკვე ფაქტიურად ბულგაკოვის ანგელოზი და მფარველი ანგელოზი. ამავე ცოლი როგორც პროტოტიპები ბულგაკოვს ყველა მოთხრობაში ხავს გამომაგილი და აი ყველაზე ძლიერი მოთხრობა და ყველაზე ცნობილი მოთხრობა რომანი რომელთა ცნობილია ბულგაკოვი მარგარიტა ეს არის მისი მესამე ცოლი. ცოტა მოკლედ გეტყვით სიუჟეტს, ნუ მესამე ცოლი რომ მარგარიტა იმდენად უყვარს თავისი მარი ოსტატია თვითონ თავი მოყავს ოსტატი რომელიც რაღაცას ალტერნატივა უნდა მიაღწიოს და მარგარიტა თვითონ ეშმაკთან დევს ხელშეკრულებას რაღაც ფაუსტის სტილის ის არის რომ ოღონდ თავისი ქმარი იყოს კარგად ნუ ერთგულების სიმბოლოა მაგრამ ის ფასად თვით სატანასთან აბავ საერთოდ კავშირს ეხლა მე გეტყვით ეხლა რა ნაწარმოებები აქვს დაწერილი ბულგაკოვს ყველაზე ცნობილიც იყო მაგრამ ბოლო ნაწარმოებები ყველაზე მაგარად ითვლება და მის ასე ვთქვათ სახით ნუ თეთრი გვარდია
და ძალიან განსაკუთრებით ცნობილია საბაჩაესერს, ანუ ძაღლის ნაქვია ეს გული. მერე ტურბინის დღეები და სპექტაკლები, სადაც აი კარგად აღწეს, აი ბულგაკოვი რო კითხულობ, კარგად ხვდები რა სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირში მაშინ. ადამიანი აი ძალიან მაგრა გამოსდეს, აი არ ვიცი, ძალიან ძლიერია მიუხედავად მისი ასე თქვა მორალური და ჩვენ ახლა ვთქვით რომ რაღაცები არ მოგწევს, მაგრამ როგორც ლიტერატორი, როგორც მწერალი, როგორც აი ფორმის ამბების გადმომცემი ძალიან მაგარი იყო და ბოლოს უკვე ყოველთვის მის შემოქმედებაში ეს ეშმაკები და შავი ძალები ყოველთვის ტრიალებდა. მე იხსენებენ ხოლმე სადაც ცხოვრობდა და აი აზაზელა და ბეგემოტი და კატარო და ტრიალებენ და იქ რაღაც საქმეები რო ტრიალებს მის ოსტატ მარგარიტაში. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ, ჯობია ეს წაიკითხო და მე უფრო ადვილი იქნება გაარჩიო. აი პროცესები რაც ხდება, ყველაფერი იქ არის აღწერილი და პერიოდულად მის ცხოვრებაში ეს გაურება ყოველთვის იყო. ნუ წარმოიდგინეთ, გაურება იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენიერ ოჯახში დაიბადა, რაღაც იდეებს ეპყრობოდა, მაგრამ როდესაც დედამ ასე ვთქვათ უღალატა, რასაც მას მამა რომ მოვტა და გათხოვდა, აი ეს ვერ გაიგო, რა მოხდა, რა გაურება იყო, შენ თუ მეთის მოყვარული ხარ და შენ სიყვარულის მოყვარული ხარ და შენ იმას გვეუბნები რომ კარგად იცხოვ და ამ დროს რაღაც ღალატსაა გადგილი, აი მან წავიდა გაურება. მე თვითონ წყობა პოლიტიკური სიტუაცია ხო ხდები საბჭოთა კავშირში როგორ იყო, ერთს ამბობდნენ, მეორეს აკეთებდნენ, მესამეს ფიქრობდნენ. ეს ღირებულებების და ფასეულობების აღრევა მიდიოდა და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ კი ეხლა ან ყველაზე ანტი საბჭოთა მწერალი იყო მიუხედავად იმისა რომ აკრძალული იყო მისი წიგნები, ფაქტობრივად 66 წელს დაიბეჭდა, მე დასცეს უკვე გათხოვა რომ წავიდა საბჭოთა, მე გამოვიდა, თორემ მანქანაზე არავინ არ აიცნობა. ეს მომღონებები რაც ეხლა იწერება და რასაც ჩვენ უსმენთ, ეს ყველაფერი ცოლებიდან არის ხოლმე რა. აი არ ვიცი, რა YouTube-შიც არის ძალიან ბევრი მომღონებები და თვითონ წიგნებიც. და საერთოდ ჯამში აი მე რაც ათქვი ვიდეოს დასაწყისში რომ აი მოსტატინა მარგარიტაში რომ მან რა სიუჟეტია შეგახსენებთ ხო? ესე იგი ოლანდი, ანუ ეშმაკი, ანუ სატანა თავის თანხლეპირებთან ერთად ჩამოვა მოსკოვში. და ეს ხდება დიდი შვიდეულის პერიოდში. იმისა რომ თვითონ ბულგაკოვი ეწინააღმდეგებდა ეკლესიას, ფაქტობრივად ძალიან კარგად იცოდა ქრისტიანული სწავლებები და აი შვიდეულის და სიმბოლოებიც აი სპეციალურად დაამთავრა. ფაქტობრივად ქრისტე როჩი მოვა იერუსალიმში 7 ნების შვიდეული რო არის ხო? მან დახტება ეს პროცესები და აი ეს ნების პროცესები რაც მოსკოვში ხდება და ეს ბოლანდი, ანუ ეს ეშმაკი რაღაც მაიმუნობებს აკეთებს და სასწაულებს აკეთებს, ნების ნება 7 დღე არის ხო მოსკოვში და იქ ხან ადამიანები გიждდებიან, ხან გიჟობებს აკეთებენ, ხან არა სასწაულ რაღაცები ხდება, ცეკვები, მეკვები, ხან მე არ წავალ ამ სიუჟეტში. და მე ეს მარგარიტაც ხელს მოაწეს და აი ბალები არის აღწერი და მე ხელს მოაწეს წარმატებისთვის რომ შენ თუ მინდა წარმატებას მიაღწიო და იყო ეშმაკთან და იყო შავძალებთან და დაიწყო უფალი და ასე შემდეგ. თუმცა ხშირად არის ხოლმე რომ აი ხო არიან ათეისტები რომ ღმერთი არ არსებობს და იქ საუბარი რო არის აზაზელა და წერალი რო ესაუბრება ოლანს და ღმერთი ერთი ამტკიცებს ახალგაზრდა მწერალი რო არის რომ ეუბნება რომ ღმერთი არ არსებობს და წიგნი იმას გვეუბნება რომ ისეთი რაღაცეები ხდება რასაც ვერ ხვდები ადამიანი და თავისთავად ეხლა ზოგი ამბობს რომ ოლანდის როლში სტალინია, სტალინის მმართველობა როგორი არაორდინარული და მრავალფეროვანი იყო და სტალინს უტოლებდნენ სატანას და მთელი იდეებს ასე ისე და საერთო ჯამში ეხლა რატო უნდა უდოდეთ უცხოელებს ხო? რატო მოსწონთ ეს ციგნი რომ აქაც იგივე ხდება ამერიკაში, აი თუნდაც დღევანდელი დღე და მე რომ დავიწყე რა ხდება ვერ გებულობ და ჩვენ თუ ბიბლიას მივყრებით და მე პირადად ვცდილობ რომ და ბიბლიის თვალით უყურებ ყველაფერს ამას და უფრო წყნარათავა. თუმცა ზოგჯერ მომენტებში მეც ავღირდები, იმიტომ რომ მაინც ეს ადამიანური რა ჩვენ სამყაროში ხდება, როგორ ხდება
ბოლომდე ვერ ჩაწევი, მაგრამ თუ ბიბლიას და ღმერთის სწავლების ჩაწევი, ყველაფერს მიხვდები რა ხდება. თვითონ ბულგაკოს უნდა ამის თქმა, მაგრამ ბოლომდე ვერ თქვა. თუმცა ეს ციგნი ბოლომდე არ არის დამთავრებული. მისი მესამე ცოლი იძახის, რომ კიდევ აქ უნდა გეგმები, მაგრამ არ დასწარდა, იმიტომ რომ უკვე თვითკველები ცუდად ჰქონდა და როგორც მამამისი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. და ხო იცით ქალბატონები როგორ მოქმედებენ აბაკაცეზე ამას წყალი არ გაუვა ბულგაკოვი კდებოდა უმეს არეცეს იყო მიკრული დაიბარა თავისი მეუღლე და შენ ხო იცი მე რა მინდაო ეხა იმ ცოლმა იცოდა და უბრალოდ ისეთ ფამილია იცით ბულგაკოვი ძალიან ცნობილი ადამიანი და ერთი პერიოდი ამ ოსტატი და მარგარეტის დაწერა რომ დაიწყო დაწერა და გაბრალ და გამობრალ და უმერდა და ადგა დაწვა. შრომი რაღაც რავი რა მოვიდა მე სატანას აბრალის ესმას აბრალის და მე ამ ელენეს მესამე ცოლის დატანებით და დაძალებით ისევ აღადგინა და უკვე ფაქტობრივად ელენე ამას უკვე აქვენას ხედულობის პრობლემები ჰქონდა და განახორდა და ელენე წერდა და ელენე თუ არა ვის უნდა ცოდოდა თავის ქვრის სულები და მოსი. ნუ თვითონ ბულგაკოვი ძალიან ბედნიერი იყო ასეთი ქალბატონი შეხვდა. თვითონ თავის ერთგულები და იმით აუცი რა. ფაქტობრივად მწვერვალს მიაღწია, ისკენაც მიისწრაფოდა და წეგანას რო თქვი რომ სარეცელთან შეხვიცი მე რა მინდაო და როგორ ამეციო და შეინახა მე ამ ელენემ გავიდა დრო და ეს ხელნაწერები შეინარჩუნა და გამოსა და ფაქტობრივად 62-63 წელს დაიწყეს უფრო გამოცემა საბჭოთა კავშირში და ფაქტობრივად 5-6 წელიწადში უკვე მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი ადამიანი, თუმცა რაღაც თითქოს დაკარგული იყო რაღაც ისტორიაში. და ის პერიოდი იყო 70-იან წლებში მე რომ პირველად გავიგე ბულგაკოვის სახელი და თემებს ეხებოდა სულ და რომ მოვხდებიო გოგოლის გვერდზე დამასაფრთხოებთ და მასეც არის მოსკოვშია დასაფრთხოებული და ასეთი არ ვიცი ახლა სიმბოლოა თუ სპეციალურად გააკეთეს თუ შემთხვევით მოხდა თუ რა მოხდა გოგოლის რაღაცა იუბილეი იყო და გოგოლზე რაც გოგოლის საფლავზე ქვა ხო იყო პატარა ქვა იყო და ის შეცვალეს დიდი ქვა გააკეთეს და ის პატარა ქვა გადეს ბულგაკოვის საფლავზე ესე პური სიმბოლოა ხო რაღაც მოსწავლე და მასწავლებელ შორის და რა ვიცი ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს, ზოგი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ პირო მოხდა და ასია ეს ასე. ნუ არ ვიცი, აი ესე დავამთავროთ მეგობრებო ჩვენი ბულგაკოვის გარჩევა. წეგანას რო თქვი დასაწყისში რომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ წელად და რას გვაძლევს ეხლა ჩვენ, რას გვაძლევს? გვაძლევს, იმიტომ რომ ფიქრის უნას გვაძლევს, რა ხდება მსოფლიოში, რატომ ხდება და მით უმეტეს ისე ნიჭიერი ადამიანი, ვისაც შეეძლო კარგად გადმოეცა ეს ყველაფერი ბულგაკოვმა ეს მოახერხა. მაგრამ ჩვენ ისე და ისე ჩვენ სტილში ვამთავრებთ რომ რაც ხდება ეს ყველაფერი უბრალოდ მაიცის და გვეუბნება კიდევა ზოგი უნდა ვიცხოვროთ და რანაირად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო მისტიკა და ეს გვაინტერესებს, მაგრამ ინტერესი ისეთი რაღაცაა, კაი რაღაცაა, მაგრამ ჩამოლა იცის და ინტერესი სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და სწორი მიმართულებით უნდა მიმოქმედოთ. რა არის ეს სწორი გადაწყვეტილება და ჭეშმარიტება? არის უფალი და მისი ცნებები. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. რა ვიცი, თუ შევხვდებით და გავესაუბრებით ერთმანეთს, თუ გვეცოდინება ბულგაკოვის ეს ინფორმაცია და ეს თავისი ხედვები, რა თქმა უნდა, ბევრ საერთო რამეს გამოვახოთ. თუ არა და რაც არის ეგ არის. მე ჩემებურად გადმოგეცით. და მეთქვით, რომ წაიკითხეთ ბულგაკოვი, ნამდვილად საინტერესო და თავისებური წერალია. ეგ გავაგრძელოთ ჩვენი გზა და იმედია ეკერა საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.